საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის მიერ მართული ევრაზიული კონფედერაციის ინტერესებზე ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს საქმის კურსში მასმედიასთან ერთად ასოციაციის წევრებიც ჩააყენა. გიგა კობალაძემ იმ სქემის შესახებ ისაუბრა, რომლითაც რუსეთი საავტორო უფლებების სფეროს მონოპოლიზებას ცდილობს. რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ რაომ 2017 წლის აგვისტოში მსოფლიოს საავტორო უფლებების კონფედერაცია სიზაკის საპირწონედ ევრაზიის კონფედერაცია დააფუძნა, რომელშიც 5 ქვეყანა შეიყვანა. სიზაკის საავტორო უფლებების ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 239 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოც ამ ორგანიზაციის წევრია. გიგა კობალაძემ დღეს დაადასტურა, რომ რუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთავაზება არაერთ გზის მიიღო. ჩვენ შეგნებულად სრულიად არ გავხდით ამ კონფედერაციის წევრი, რადგან ეს არის პირდაპირ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაცია. ეს არის უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ მოხდეს უბრალოდ არევა და იმ ჯანსაღი სიტუაციის, ასე ვთქვათ, კალაპოტიდან ამოვარდნა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია უკვე ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ. გიგა კობალაძის უარის შემდეგ პროცესები ქვეყნის შიგნითაც დაიძრა. ავტორების ერთი ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ რუსეთიდან ქვეყანაში შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე რეალურად არსებობს, საინიციატივო ჯგუფად გადაიქცა და საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ამ ჯგუფს საავტორო უფლებების ასოციაციის მუშაობასთან კითხვები აქვს. მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია გამომუშავებულ თანხებთან დაკავშირებით. რახან რაუა რუსეთის ორგანიზაცია ჩართული ამაში გამოდის, რომ იგი რუსეთი ახლა უკვე ესეთი წერტილოვანი დარტყმები გრძელდება და ახლა უკვე მუსიკაზეც გადმოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მცდარი აზრი. რუსეთი ოკუპანტია, ეს რაც შეეხება ტერიტორიულს, მაგრამ რაც შეეხება მუსიკას, მე აქ სულ ვამბობ და ვიტყვი, რომ მუსიკა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა შევაზილოთ. ორგანიზაცია, რომელიც ჯერ არც დაფუძნებულა შესაძლოა სტატუსის გარეშეც დარჩეს. როგორც საკპატენტში განგვიმარტეს კანონი, ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას კი რეგიონში ლიდერი პოზიცია უკავია. ამ ახალმა კამპანიამ კი შესაძლოა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საფრთხე შეუქმნას. საქართველოს აღებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულებები საავტორო უფლებების დაცვის კუთხით და აღსრულების კუთხით და ეს მიმართულება არის სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. 2013 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან რუს ავტორებს ჰონორარის სახით 420,000 ლარი გადაერიცხათ. რუსეთიდან კი ქართული ინტელექტუალური საკუთრებისთვის მხოლოდ 125,000 ლარი გადმოირიცხა. ციფრებში დისბალანსს ჯერ უსახელო ორგანიზაციის ჯგუფი სხვა ავტორებისთვის მაგალითად იყენებს. ეთქობა ნუ ვერ ფლობს იმ რაღაცა ბერკეტს, რომ აი ეს ფული გადმოამისამართო საკეთკე და გაანაწილოს მუსიკოსებში. სერიოზულ პრობლემებს შექმნის ქართულ ბაზარზე. იგივე შემოსავლების გენერაციის თვალსაზრისით, რომელიც თქვათ რაღაც შეიძლება დღეს იყოს სატყუარა ვითომ და გაზრდილი ჰონორარებით, რაღაცეებით, რომელსაც აიღებენ, თქვათ შემსრულებლები და ტექსტის და მუსიკის ავტორები, მაგრამ ხვალდაზე ეს იქნება ძალიან რეალურად მძიმე რეალობა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 2000-მდე ავტორის უფლებას იცავს. იგი ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელსაც კანონის ძალით უფლება აქვს, რომ წარმოადგინოს ავტორთა ინტერესები. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ აპირებს საინიციატივო ჯგუფი რაოს ბაზაზე ახალი, მეტად გამჭვირვალე ორგანიზაციის შექმნას.